დასავლეთ საქართველოს მოვიარე ერთგვარ ტურნეზე ვიყავი. ყველა ქალაქში ვიყავი, სადაც წინააღმდეგობაა და ბრუნდები ძალიან გამდიდრებული. რადგან არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი და არაჩვეულებრივ ხალხს დავუმეგობრდი. აი ესეთ ხალხს გეგონება მთელი ცხოვრებაა რომ იცნობ. არაფერი ამაზე დიდი ბედნიერება და ჭეშმარიტი სიმდიდრეც მხოლოდ ეს მგონია. რაღაცნაირად ამ ამბავმა, რომელშიც ახლა ჩვენ ყველა ვართ, გარდა იმისა, რომ ძიმეა, ბევრი სირთულის და გამოწვევის გადატანა გვიწევს, თან გააჩინა აი ესეთი შესაძლებლობები, რომ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვოთ, გავიცნოთ და დაუმეგობრდეთ და ჩემი ოცნება არის, რომ ჩემ სამშობლოში ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ამ დაშვებით ვცხოვრობდეთ, რომ ნებისმიერი შემხვედრი ქუჩაში შენი მეგობარია და ზუსტად ისევე იზრუნებს შენზე და შენც ზუსტად ისევე იზრუნებ მასზე, თითქოს დიდი ხნის მეგობრები იყოთ. ამგონია, რომ ეგ ყველაზე ქართული მოვლენა არის და ყველაზე მაგრებულად მაგაში ქართველები. უბრალოდ დაგვავიწყეს და გვეუბნებიან, რომ ცუდები ვართ და ერთმანეთი გვეზიზღება და ამისთვის 1000 გვარ მეთოდს იყენებენ. აქამდე რომ მივიდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ მაგაზე, როგორ შეიძლება ამ დაწყებულ წრეს თავი დავახციოთ. უნდა დავიწყოთ, კეთება უნდა დავიწყოთ. მხოლოდ სიტყვით არა, იმიტომ რომ მხოლოდ სიტყვას ფასი არა აქვს თუ იმას არაფერი მოხვება. და ფინანსური ჰიგიენა ამისთვის არის ძალიან კარგი დასაწყისი. მოწინააღმდეგე მხარეს დროებით მოწინააღმდეგე მხარეს ხალხი ვინც არის, მათი გადარწმუნება შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი საქციელით. ამ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ. ჩვენ ერთმანეთს ვეფერებით და ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. და მერე როგორც ხდება ხოლმე, სხვა გზა უბრალოდ არ არის. ნელ-ნელა ეტაპობრივად ისინიც ჩაერთვებიან ამ საყოველთაო ზრუნვასა და სიყვარულში. და აი, ეგ დღე როცა დადგება, მაშინ ჩვენი ქვეყანა იქნება ყველაზე მაგარი ქვეყანა მსოფლიოში.